ივანიშვილის პარტიამ შეიძლება ჯიბეში შენ აგერო გითხრა. იძულებულს ხდის ეს თავრობა რომ მე გავყიდო მამაპაპური მიწაწყალი და საცხა წავიდე. კაბინეტს გეინავდებენ, შევლიან დაждდებიან სიო დამთავრდა. ივანიშვილის კორუფციულ ხელისუფლებას ყავს ადგილობრივი ვიღაც პატარა ფეოდალი, რომელსაც უნდა ამ ტერიტორიაზე ააშენოს სასტუმრო. ერთი მოვიდა გვერდში დაუდექი თქვენი გვერდში ვარ. აქ დაწვა ფეხებში ჩვენ ჩვენი ძმები ხართურა არა ნებისმიერ გაჭირვებაში. წავიდა დაიკარგა. მეორეც ასე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ჯერ არ გამოსულა ხე რა გიჭირა. რემონტი უნდა ჩაეტარებია და განე თუ სარემონტო ეს არ იყო ეს შენობა და საავარიო იყო, რატომ შენობას დაიწყეს რემონტის გაკეთება. დაეშალათ მაშინ ეს შენობა და ამის ადგილას გაეკეთებიან ახალი. სოფელს კონდეს სამ სოფელს ბაღი და არ გაიყიდოს ეს ტერიტორია და მოსახლეობამ მოიხმაროს. შვილი იგვეყოლება თუ ვიღაცა იქნება მეზობელს მოიყვანოს ბავშვი ახლოს. რა პრობლემებია და ხალხს მიყავან ადლიაში, აეროპორტზე, მე რა ვიცი ახალ სოფელში და ასე დაყავან. რატომ ვერ აშენდა რეაბილიტაცია, რატომ ვერ ჩაუტარდა თქვენ? ივანიშვილის პარტიამ შეიძლება ჯიბეში შენ აგერო გითხრა. თქვენ თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან თუ გქონიათ უშუალო კონტაქტი, გაქვთ ინფორმაცია? იგი 100 ჯერ მევიდან საარჩევნოდ. მაგერე დაანგრიეს და არ გააკეთეს. რომ ადიდება წყალი გამოდის, რაც ეს თავრობა მოვდა იმ თავრობის დროს გატეხილია. მაი ვერ გააკეთეს 1 კუბომეტრი იგი უნდა რასტორი ბიჭო. ალბათ გესმით ტელევიზორიდან გესმით ალბათ რომ აბობე რომ ყველაფერი კარგად არის, მათ შორის ხალხს არ უჭირს. ხალხს არ უჭირს კი, შეერი არიან იმაში ძრებიან აქანეთ. მუსონი აშიგებში. კაიდილას მოდი ნახეთ. ხალხს რა არ უჭირს. სამკაც გასაღები 21000. თქვენ დასაქმებული იყავით სარეაბილიტაციო სამუშაოებში. დამცველად ვიყავი. და მათ შორის ანაზღაურებაც არ მიგიღიათ? კი, მივიღებ რომ მოგდები მე. რატომ ვერ მიიღეთ რას ამბობენ? რატო ვერ მიიღე შენ ახლა რა მაშაყირებ აქანე? არა, კითხვას გისვამ. ხები თავრობა ის თავრობაა და ვინ მოგცემს? მაფიამ შეიძლება ჯიბეში არჩევნებში ფული გუძუხა და 50000. ანუ რამდენ ადამიანს აქვთ ხელფასი მისაღები, თქვენ გაქვთ ინფორმაცია? ჩვენ სამს მერე მოხელეებს აქვან ასაღები. აქ ბევრს აქ. კანონი გამოუწეს, სწორ გამოიძახეს, თუ შეწყვიტეს რეაბილიტაცია და სამხარაულოს დააწენეს დასკვნა რომ თითქოს ეს შენობა არის ავარიული. რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, როცა უკვე ფული დახარჯეს, მერე თქვეს რომ შენობა არის ავარიული. სინამდვილეში ძალიან მარტივი რამ ხდება, ივანიშვილის კორუფციულ ხელისუფლებას ყავს ადგილობრივი ვიღაც პატარა ფეოდალი, რომელსაც უნდა ამ ტერიტორიაზე ააშენოს სასტუმრო, გააკეთოს ფული, ოღონდ გააკეთოს გონიოს მოსახლეობის ხარჯზე. საქმე გვაქვს მარტივ ამბავთან, რაც მთელ საქართველოში ხდება. ეს არის კორუფცია და ბავშვების მომავლით ფაქტობრივად ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული ადამიანები შოულობენ ფულს და იგივე შემთხვევა გვაქვს გონიოს 29 ბავშვთან დაკავშირებით.